ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა მისივე სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალი იახტ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა 2004 წელს დაამონტაჟეს. როგორც მერაბ კოსტავას საზოგადოების წარმომადგენლები განმარტავენ, ეროვნული გმირის ძეგლის დადგმის თხოვნით ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართეს. კოსტავას მემორიალთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ თარიღი მივიწყებულია და ხშირ შემთხვევაში იგი აღარ აღინიშნება. საკითხზე ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალური ბიუსტის ესკიზზე უწყებამ კონკურსი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საუკეთესოს გამოვლენის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ეროვნული გმირის ბიუსტს კოსტავას სახელობის ქუჩის დასაწყისში დაამონტაჟებს. სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. თუმცა სამწუხარო მოვლენების გამო მერაბი ტრაგიკულად დაიღუპა, ყველას მოგეხსენებათ 25 წლის წინ და ის დღეს ჩვენს გვერდში და ქართველი ხალხის გვერდში არ არის. თუმცა მისი დაწყებული საქმე, მისი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს თავისუფლებისთვის წარმატებით დაგვირგვინდა. არ წინანდელ და არ დღევანდელ ხელისუფლებას ეს თარიღი არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია უკვე აქ დგას ეს ქვის სტელა, არ დგას საშველი, რომ დაიდგას მერაბ კოსტავას ძეგლი თუ არა ბიუსტი მაინც. ჩვენ ალბათ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ქალაქის ახალი ხელისუფლება ყურად იღებს ჩვენ თხოვნას და დაიდგმება მერაბ კოსტავას, დაიდგმება აგრეთვე ზვიად გამსახურდიას და დაიდგმება აგრეთვე გენერალ მაზნიაშვილის ძეგლები. ანუ ყველა იმ ხალხის, ყველა იმ ადამიანების, რომლებმაც საფუძველი დაუდეს საქართველოს დამოუკიდებლობას.